როდესაც ადამიანი კონტაქტშია თავის შინაგან ეგრეთ წოდებულ ბნელ და დათრგუნულ მხარეებთან, გარე სამყაროში მას უკვე აღარაფერი ხლეჭს. თუ მას რაიმე არ მოსწონს, ან არ შეეფერება, ის ამას ნეიტრალურად ეპყრობა და უბრალოდ ამას გვერდსულის. არავის არაფერს უმტკიცებს, არავის ეს ხმის თავს და არ ცდილობს ბრჭყალებში ამ ბოროტი და გიჟური სამყაროს შეცვლას. ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი თავი, ითვალისწინებს თავის შესაძლებლობებსაც, გრძნობს საკუთარ საზღვრებს და აცნობიერებს, სად მთავრდება მისი რეალური პასუხისმგებლობა. მას შეუძლია პირისპირ შეხვდეს საკუთარ უმწეობას და გაუძლოს და დაიტიოს იმის გააზრებით, რომ სამყაროში საკუთარი თავის გარდა სხვა რამეზე ზემოქმედება ფაქტიურად შეუძლებელია. ზეგავლენის მოხდენა შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავზე და ისიც მხოლოდ სიყვარულითა და მიღებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, ჩვეულებისამებრ ვიწყებთ ერთგვარ სადიზმს და ვდევნით როგორც საკუთარ თავს, ისე ახლობელ თუ უცხო ადამიანებს. ან ჩვენი შინაგანი ჩრდილი გარეთ გამოგვაქვს და ვათავსებთ მას სხვა ადამიანებში. გასაკვირი არაა, რომ სულ ძალიან პოზიტიურ და საყვარელ ადამიანებს აგრესიული პარტნიორები ჰყავთ, ან შვილი. აი ასე ხდება საკუთარი განდევნილის განთავსება სხვა ადამიანებში. და ის, რასაც საკუთარ თავში არ ვიღებთ, სადღაც აუცილებლად გამოვლინდება. გაითვალისწინეთ.